ვერ გადმოვცემ ემოციას, მე ვიყავი სასამართლოზე და გულწრფელად უნდა გამოწყდა, რომ არავითარი მოლოდინი არ მქონდა პრინციპში და რა თქმა უნდა ეხლა ვთვლი, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ის მძიმე საქმე, რომელიც იყო შეთითხნილი გიორგის წინააღმდეგ რაღაცნაირად გამართლდებოდა, მაგრამ მინდა ყველას უთხრა, რომ ეს არის აი ამ ადამიანების დამსახურება, ეს მოაქვს გაუტეხელ პროტესტს, შემართებას და ნებელობას, რომელიც აქვთ ამ ადამიანებს, მაგრამ მე ცოტა სხვა კუთხით მინდა ეხა, ასე ვთქვათ, ყურადღება სხვა კუთხეზე გავამახვილო, პოლიციელები, ვინც შეთითხნა ეს საქმე, ვინც წყალბიჩვენებები მისცა და ცრუმოწმეები ვინც არიან სასამართლოში, ვინც გააყალბა ექიმი ახობაძის დნმ-ი, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვიმტკიცებდა სასამართლოში, რომ ეს იყო ჩადენილი დანაშაული და სრულიად უდანაშაული ადამიანი გამოკეტეს ციხეში, დედა გარდაეცვალა გიორგის და წარმოუდგენელი ენით აღუწერელი ტანჯვამი იყო და მართლა წარმოუდგენელია ამის გააზრებაც კი. აი ეს ადამიანები ეხლა ყველა არიან დამნაშავეები, სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან და ესე ექცევა რეჟიმი საკუთარ მსახურებს, როდესაც დანაშაულის განკარგულებას გასცემს და შემდეგ ზუსტად ესევე მოისურვის. იმიტომ რომ ყველა პოლიციელს, ვინც არის რეჟიმის სამსახურში, უნდა ახსოვდეს, რომ ესე დაემართება დანაშაულის შემდეგ. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი თვითონ თავის მსახურებსაც ცვლის არარაობად. ამიტომ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა ვიდგეთ ზუსტად იმ შემართებით, რა შემართებაც აქვს თვითონ აქ მდგომ ადამიანს, ჩვენ გვყავს ტყვეები, დასახსნელი, ჩვენ გვყავს რეჟიმის ტყვეები, ახალგაზრდები, სტუდენტები, პოლიტიკოსები და ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბოლომდე და უნდა გავიაზროთ, რომ რეჟიმი ნამდვილად და საერთოდ არ მივიშნევ, რომ რეჟიმი არის ძლიერი და მონოლითური. ეხლა ისინი ჭამენ ერთმანეთს, ისინი იხჩობიან კორუფციაში, მათზე წარმოუდგენელი ზეწოლაა სანქციების კუთხით, ისინი არიან იზოლირებულები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ჩვენ მოვაქციოთ ერთ კალაპოტში და ამ კალაპოტით ვიბრძოლოთ ზუსტად ბოლომდე. კარგი, ხატია, მე ამასთან დაკავშირებით მინდოდა დამესვა სწორედ ცრუმოწმე პოლიციელებთან დაკავშირებით კითხვა და თავადაც ახსენეთ, ამიტომ ჩაგეკითხებით, რა ბედიელით ახლა მათ არის თუ არა იმის მოლოდინი, რომ შესაძლებელია მსხვერპლად შესწიროს ეს ადამიანები, რომლებსაც მათ შორის ქართული ოცნება ასრულებინებ და ხო თავალებებს, ესენი ხო ინდივიდუალურად პერსონალურ გადაწყვეტილებას ხომ არ იღებენ, არის თუ არა იმის მოლოდინი, რომ ისინი შესაძლებელია საკუთარი თავის გადარჩენას თუნდაც ზედაპირულად, თუნდაც ფასადურად შესწიროს ქართულმა ოცნებამ. ყველა რეჟიმის ხური საბოლოოდ, რა თქმა უნდა, აღმოჩნდება ზუსტად ამ მდგომარეობაში. ისევე როგორც მოსამართლეები, ისევე როგორც პოლიციელები და ყველა ის ადამიანი, რომელსაც გონია, რომ რაღაცნაირად მონოლითი შეიკრა მათი დამსახურებით. იმიტომ რომ ივანიშვილისთვის ისინი ხო არაფერს არ წარმოადგენენ. ეხლა თქვენ წარმოადგენთ პოლიციელებს, მინდა უთხრა, ვინც არიან უბრალოდ აი ამ საქმეებში ჩართული, ხო, გაყალბებაში, ჩადებაში და ასე შემდეგ. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამის შემდეგ ყველა მათგანის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე. რეჟიმი, რომელიც საკუთარ გადარჩენასაც ვერ ახერხებს და ეს შიდა დაპირისპირებები, შიდა ჭამა, კაცო, საკუთარი ადამიანი ისე გაწირეს, რომ თვითმკვლელობით ასრულებდა სიცოცხლეს, ან არ ვიცი ესროლეს, ეხლა ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს არც ერთი ფაქტი დამადასტურებელი, არც ვიდეო, რა მოუვიდა რიჟვაძეს, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ რეჟიმი იმდენად გამომპალია, რომ თვითონ ერთმანეთს ჭამენ და ეს პოლიციელები, რა თქმა უნდა, მათ აღარ გაახსენდება და არც ბიძინა ივანიშვილს აღარ გაახსენდება. მათთვის არავითარი ღირებულება არ აქვს ივანიშვილისთვის აი ამ მოსამსახურე ადამიანებს. ეს ყველას უნდა კარგად ესმოდეს. იმიტომ რომ როდესაც შენ ჩაიდენ დანაშაულს, ესეც უნდა გესმოდეს, რომ შემკვეთი ხარ თუ შემსრულებელი, დანაშაულზე პასუხი უნდა ააგო. და საერთოდ მე ვთვლი, რომ რეჟიმის შემდეგ, როდესაც რეჟიმი თავიდან ბოლომდე დასრულდება და რა თქმა უნდა აუცილებლად დაემხობა, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის
გათვითცნობიერების უნარი და მათ შორის სისხლისამართლებრივად ზუსტად ის პასუხისგებლობა აიღოს, რომელიც რა დანაშაულის ჩაიდინეს. ყველა უნდა განთავისუფლდეს ეს რეჟიმის ტყვა, ეს ადამიანები არიან უდანაშაულოები და ეს უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ამ ადამიანების სიმტკიცის გამო და უწყვეტი პროტესტის გამო რეჟიმის ესე ძირგამოპალი რეჟიმის ეს რაღაცა ყანყალი ჩვენს კი ვიბრაცია ესე ჩვენს კი რაღაცნაირად გვეხება. ხატია მინდა რომ კითხვა დაუსვა თუ შეიძლება თუ გაქვს შესაძლებლობა ხატიას ვიცი რომ არ ესმის ჩემი ხმა დეკანოიძეს და დამეხმარე თუ შეიძლება დღეს ორი განაჩენი იყო გიორგი ახობაძის გათავისუფლება და მზია ამაღლობელი 2 წლით გადაკვალიფიცირებული მართალია საქმე მაგრამ 2 წლით ის საპატიმროში გაუშვეს და თავიანთი აზრით ეს შემამსუბუქებელი განაჩენია ერთგვარად. ასე უნდათ რომ შემოგვასაღონ ყოველ შემთხვევაში რითი ხსნის აი ამას ხატია თუ შეიძლება რომ ეს კითხო ჩემგან სტუმარს. ეკა მიშველაძე, აქვს თქვენთან კითხვა, დღეს ვიხილეთ ორი პროცესი, თითქოს ქართული ოცნება ქმნის იმის ილუზიასა და ამით, რომ სურს შეამსუბუქოს ვითარება, რადგან მზიას ბრალი გადაკვალიფიცირდა, მიუხედავად ამისა 2 წელი მიესაჯა, მაგრამ მაინც გიორგი ახობაძე არის თავისუფალი, ანუ რის განცდას გიჩენთ ეს ყველაფერი? არა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო. გიორგი ახობაძე იყო უდანაშაულო და საერთოდ ნებისმიერი გადაკვალიფიცირებაზე, ნებისმიერ ასე ვთქვათ, რაღაც აი ეს ჯონგლიორობაზე რეჟიმის მხრიდან უნდა ქონდეს ძალიან სწორხაზოვანი პასუხი. მზია ამაღლობელი ეს არის ადამიანი, რომელმაც მართლაც აი წარმოუდგენლად შეარყია სისტემა. სხვათა შორის, როდესაც მე მარიარესაც წიგნს თარგმნიდი, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი, მართლა არ მომიმივიდოდა აზრად, რომ ეს წიგნი რაღაცნაირად გახდებოდა, ამ წიგნის სათაური გახდებოდა სიმბოლო ერთი ჟურნალისტი ქალის ბრძოლის, ხო? ანუ და ნამდვილად მზია ამაღლობელმა დაამარცხა დიქტატორი, მან დაამარცხა სისტემა და ის გებუაძე, რომელმაც არ ვიცი, მე არ მეგულება საქართველოში ადამიანი, კაცი, რომელმაც ესეთი დამოკიდებულება შექმნა საკუთარი თავის მიმართ, როდესაც მთელი ამ თვეების განმავლობაში წუწუნებდა სილაზე. დიახ, სილა რეჟიმს, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ერთი ამოცანა, ხა მე ეკას ხმა არ მესმის, მაგრამ ყველას მინდა უთხრა და ეკას პირველ რიგში და ჩვენს მაყურებელს, რომ ეს ამოცანა არის ბოლომდე ბრძოლა, რეჟიმის დამხობამდე ბრძოლა, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ჩვენი სამშობლოს მომავლისთვის არ გაგვაჩნია.